გამარჯობა. აი ხედავთ უკვე მე-11-ად შევხვდით ერთმანეთს და მეორედ მოგესალმით. მანამდე ჩემი ისტორიების მოყოლით ვიყავი დაკავებული. იმედი მაქვს თავი არ მოგაბეზრეთ. თუ მოგაბეზრეთ მითხარით და მაშინვე გავჩუმდები. თუმცა როგორ მეტყვით? ვერ მეტყვით? ამიტომ მე ისევ გავაგრძელებ ჩემი ისტორიების მოყოლას და თქვენ მოგიწევთ მომისმინოთ. ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ არ მოხუცდები და ამის მოყოლა აღარ შემეძლება. ისე ჩემი მოყოლილი ისტორიები არ მოგენატრებათ? ეს ისტორიები ყო თქვენზეც იყო. მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ მეც და ჩემი მეგობრებიც თქვენაირი ადამიანები ვართ. ჩვენს გვაქვს პრობლემები, ბანკის ვალები და ბანკის ვალების გამო შექმნილი პრობლემები. აი ხედავთ, ისევ ჩემს პრობლემებზე გელაპარაკებით. უკაცრავად, წავედი მე. მოდი ჩვენს ზამიკოსთან, მოდი. ნანუკა, მოდი. მოდი. შეგვიძლია ახლა მართლა შემეშინდა? არა? არ შემშინებია. არა, ხო? არა? ხო. არ გინდა ეხა მაგაზე ლაპარაკი, ისე დაიყვირე რომ შენ ყვირილზე მე კინაღამ გამისკდა გული. მოიცა, ესე ჩემ ყვირილზე შენ შეგეშინდა? ხო. ხდები ახლა რა გამოდის? რა? მაინც მე შეგაშინა შენ. 1-0. ო, სიტყვები არა მაქვს. რა სხვადასხვას არ არის კარგი, იმიტომ რომ წერალი ქვია ჯერ კიდევ. კარგი, ეხლა არ დაიწყო, არაფერი არ დაგიწერი ამდენი ხანიო და რაღაც ეგეთები რა. არც ვაპირებ. ჩემთვისაც აღარ ახარ აქტუალური. ხო ლიზიკო, ხო, რა დადელი მამიკო? რა, ლუკამ გიგა მოკლა? რა? დედას დაუძახე ხოლმე. ნათი არ ახტება, გამაგებინე კაცო. რა? ომომალოს თამაშობენ უკაცო. აბარა, მამა ენაცოლოს მაგათ. კარგი, საღამოს გნახავთ, ხო? არა, თუ გამაგიჟებენ, ესენი გამაგიჟებენ აღრათ რა. მოდი ახლა ვისაუბროთ, ხო? ხო. ვისაუბროთ. ესე იგი, ამას შევიცნე. რაღაცა კარგი სუნი ტრიალებს, ხო? ხო? რაღაცა. აი ესე. ვოკვარცხის სუნია, ხო, აი გემრიელი. კარგი სუნია? რა. აბა, აი ვინ დაფორშებო? არა, აქ არ არის. აკა? აბა. არა, აქ არის. მანდ რა. აი. მოიცა, ნუ ფოთარა, მოიცა. აი, აქ არის. აქ არის. მართალია აქ არის. აი.
აქედან ამოდის. ქვედა მეზობლის საჰაეროდან ამოდის. დაჟე. მოკლედ თამო რატომ მოვედი იცი? რაღაც მინდა გითხრა. მითხარი? აი თქვენი მეზობელი როა მაიკო ის მომწონს. არა შენ არ ეჭვენო დასავით კი არ მომწონს ისე მომწონს. ცოტოკო. აუ რა მაგარია, მიდი რა ყველაფერი მომიყევე გეხვეწები რა რა. ვიცი დავინახე თუ არა გულმა ეგრევე ფო გამიკეთა. აუ რა მაგარია. აუ იცი რა კარგი გოგოა ჩემი მაიკო. ხო. ბოდიში შენი. ხო ჩემი. მოკლედ დავინახე თუ არა მივხვდი რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები და ვაიმე. ხო ვიცი რა არის ნახაცნაირად გონია რომ იმასაც შეუყვარდები და ცოლად მოვიყვან. ხო მოკლედ ამის სათქმელად მოვედი რა. აუ და გიოს ადარი მეთქი მეტყვი გავუხარდება თქო. და ნარდი უნდა ვეთამაშო, გუშინ დამპირდა ოღონდ ეხლა წადი და ხვალ თოგინა ნარდს გეთამაშები და ისე რა ვქენი ეგრევე გავარდი მეთქი არ გადაიფიქროს. მიდი რა გეხვეწები დაელოდე იქით ოთახში მალე ამოვა მაღაზიაშია ჩასული მე აქ საჭმელს გავაკეთებ და ოღონდ რო ამოვა იცოდა ჩემოთ არ ვთქვა ერთად ვთქვა გეხვეწები გაგიჟდება სიხარულისგან არა პურს თითქოს ისევ პურის გემო აქვს მაგრამ სუნი მე პური აღარ მინდა მარტო ერბოკოცხი და ყავაც მეყოფა კარგი მაშინ მოვასუფთავოთ კარგია მოგეწონა ჩემი ომლები. დესერტზე რა სიტყვი? ხო ვიცი დესერტზე ყოველთვის თან ახმარ. თან ისე დესერტზე როგორც შენ ხარ. ის მამუკა? ხო, მესმის. ესე იგი ქვემოთ ხო რემონტი გააკეთეს და ეთყობა ის ექნეს რომ დღეიდან ტელევიზორი აღარ დაგჭირდება. ტელევიზორი აშუაში. აი ნახე უცხო ადამიანების პირადი ცხოვრებიდან ნებისმიერ რამე შეგვიძლია თვალი ვადევნოთ და ყური. და ყოველგვარი თვიური გადასახადის გარეშე. არა. მაგარი რამეა. მას ლაპარაკობ გაჩერდი გასო. ეთყობა იმ მუშას ვიღაცას რაღაცა რემონტს ვაკეთებ და შეეშალა და ჩავალე ხა მეთქო რომ თქვენი ხმა ამოდის თქო. არა. მოიცა გასო არ გახსოვს ქვეყანაში რა ამბავი იყო პირადი საუბრების მოსმენებზე. მამუკა ცოტა ხანი ვიხალისოთ გეხვეწა. დაივისყე ეგ ამბავი, მოჩი, დამოწ. მამუკა. არა. ერთი წუთი. ოღონდ მალე უნდა შემახრამუნო, თორემ ჩემი ქმარი სადაცაა დაბრუნდება. მარიო. ეგ არის. აუ რა მაგრალ თამაშობ, გონი მოგიგებ. ვაი. ვა, შენ რა მაგრალ თამაშობ? აუ რა მაგრია ორივე რა მაგრალ თამაშობ? რა მაგარი ხდება რა ორივე რა კარგია. აუ თორნიკე. იცი რა მაინტერესებს? აი არსებობს რამე ამ ქვეყანაზე შენ რო არ მოგწონდეს და არ გიხარავდეს? კი. დიდო ტყილს ვერ ვიტან ხო იცი? ხო? ხო. აი ბიჭო, ახე მოგიგე რა, ჩემი. აი, მოიცა არ მოგიგია. ვიციო მოგატყუე. აუ რა მაგარია დიდო რომ მოგატყუე, ხოიცი რომ მოგევასე. ძმა ხარ დიდო, თავიდან. მომეცი. არა, მე ვაგორებ, გაგორე. მე ხო მოგიგია რა. უში გენაცვალე რა. ვისეუბნები გიო? ზა. ეგ არის, არ მაწყობდა, მაგრამ მაგარია. ეგრე ნუ გიხარია რა, შენ ყველა გაგორება, თორე ეგრე მგონია რომ სუწყილს აგორებ რა. ხო, კარგი. აი ეგრე. დუიაკე რა მაგარია. დუიაკე რატო გიხარია, ვერ გავიგე რა. ბატო დიდო დუიაკე მაგარია. გამწარებ დიდო? აი ახლა მაგ სიტყვას ნუ ხმარობ. ნარდის თამაშის დროს. ვა, გიო გამწარებს? რა? მოკლედ გიო, მე და თორნიკე შენთვის სიურპრიზი გვაქვს. რა ხდება ახლა გამაგებინე? უთხარი, გეხვეწებ შენ უთხარი. გამაგებინე რა ხდება? თორნიკეს მაიკო მოწონს. ვიცი კაცო. თუ იცი შენ საიდან იცი? ამას ყველა და ყველაფერი მოწონს და მაიკო რატომ მოწონს? რა დაუჩავ? არა დიდო. შენ ვერ გამიგე. მაიკო ძალიან მომწონს. მოიცა.
იმაზე მეტად მოგწონს, ვიდრე მე მოგწონ ვარ? ვაიმე. არასდროს არ მეგონა თუ მაიკო ასე შემეწოდებოდა. გიო ხო გიხარია. წარმოვიდგინე რა მაგარი წვილი იქნებიან თოკო და მაიკო. რა წვილი? წვილი რა? რა წვილი? წვილი. რა წვილი? მოიცა? შენ და მაიკო წვილი? წვილი. წყალს დავლებ მოვალე ხავი გააგზელეთ. დიდი გაუშვა სიხარულისგან. ზურა, კარგი რა. კიდე მაგათოს მეკაცო. გეხობა დაანებე თავი რა. რა დავანებო თავი, მამუკა. ჩემ ფექვეში ოჯახი ინგრევა და თან კიდე სოლი საკუთარ სახში ქმარს გავატობს და შე კიდე მეუნები თავი დაანებეო. ხო, ზუსტად მაგას გეუბნები. შენ հետը ჩვენი ხმაც ვარ ჩადის ქვემოთ, ჰა? იდა გუშინ ღამე მუცელი მიბუბუყებ და რაღაცა. ცოტა მეზობლებთან ხო არის ჩვენი ხმა? არა, ქვემოთ არავინ არ ცხოვრობს. ზემოთ ორი ძმა არიან. ერთი უიღბლო მწერალია და სულ წინავს. მეორე გიჟი სამხედროა და სულ ყვირის. ასე რომ მაგაზე არ ინერვიულობ. რას მაჩვენებდი ხა? აჯობდა ეს არ გაგვიგონა? ყურე, ამ უნამუსო ქალს უყურე რა. კარგი, წავედი მე დღეს მაქვს უამრავი საქმე. ხო. შენ რა გეგმები გაქვს ხა? ხო და არ მითხრა ხა მთელი დღე ამაც მოსმენას აპირებ. არა, რა ამათ მოსმენას. სწავლობისთან უნდა წავიდე გერმანულზე კრება აქვს და კეთიმ დამირეკა რომ აუცილებლად ვიდეო. ხო. მოემზადები ხა და წავალ. არ დავაგვიანო იცოდე. არა, დავაგვიანო. როგორ დავაგვიანო. ესა. წავედი მე რა. ხო. აი ბეც მოემზადები ხო და ესა. არ დავაგვიანო. არ მოგიყვანო. არა, არ დავაგვიანო. მოემზადები ხა. საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. რა, მაინც გამამაზინა რა. ესე ადრე რატომ მოხდი, მამუკა? ტელეფონი. ტელეფონი ხელში გიჭირავს. ტელეფონი არა ესე. წვნები გამიშთა. რა? კარგი ხო რა, მე სხვა ადამიანი ვარ. მაინტერესებდა. გავეთავისუფლე და მოვედი რა. ჩაიძინე. ისინი ნაკინი მოვიდა. ხო. ხო და ხალ მოვუსვირო. ხო. ამ ჯამო. ჩუმად. მოდი. აბა. მითხარი ხარები გამოვტოვე. ის არაფერი ისეთი რეკლამაზე იყვნენ გასულები. მითხარი ხარები გამოვტოვე. თუ ყოდათ ვარ მოვხანტი ამ ხალხს ამ ხალხს. რა ვიცი, მამუკა, რა ვიცი. ისეთი რაღაცეები გავიგე. რისი გაგებად საერთოდ არ მინდოდა და მოყოლა მით უმეტეს. საკუთარ ძმასთან მოყოლა კიდე უფრო მით უმეტეს. ანუ ისა, ანუ მოსახდენი მოხდა. მოსახდენები, მამუკა, მოსახდენები. და კიდე ისეთი რაღაცეები გავიგე. ისი გაგებად საერთოდ არ მინდოდა. ყოველ შემთხვევაში მე როგორც წესიერი კაცი ასე ვთვლი. მაინც რა, მაინც. რა მოხდა? რა ვიცი, მაგრამ ისეთი ხმები ამოდიოდა ბოდიში და თავი შარაპოვას თამაშზე მეგონა. კაი, აბა? შენადა. და როგორ ვიყო ახლა? ქმარ დიდი ხანი აღალატავს? ცოტა ხანი არ უნდა იყოს. ისე თავისუფლად იყვნენ იმ ამბავში. მოხდები რა, იმ პონჩი რა? ხები, ხო, გავიგე, ხო, მივხვდი. რა, აჰა. აუ, რა ცუდია, მალე რომ უნდა წახვიდე. მე შენთან ერთად მინდა. გაიგონე რა თქვა, ნამუსო, მამა. გათახსირებული დედაკაცი. საწყალი ქმარი რა. საავადმყოფოში მუშაობს, რამდენი სიცოცხლეებს არჩენს ეს კიდე? რა სიცოცხლეებს არჩენს, კაცო? დერმატოლოგია ეს ბიჭი. ხო, კაი, სიცოცხლეებს თუ არ არჩენს, მუწუკებს ხო არჩენს არა? მოწუდებს იდა. და
ჯარში ბიჭებს რა უთხარი? არაფერი ისე მე ვთხარ ბიჭებო საერთოდ ერთ დღეს სახში დაესვენეთ ოჯახთან ერთად მეთქი რა. შეიძლება ვთხარი კეთის. კეთის რა უნდა მეთქვა? რა ვიცი ხო არ იყავ სალომესთან გერმანულზე და. ვაიმე როგორ და რა იდიოტი ვარ ამათი გულისთვის როგორ დამავიწყდა მალთან თასვა. ვაიმე ეხლა მე უნდა დაურეკო უნდა კეთის. ხო იცი შენთან ერთად თავს ისედაც სულად ვგრძნობ. თავს დაცულად გრძნობო ქალბატონმა. თავს დაცულად ეს ვინღა უნდა იყოს. ვაიმე კეთია ხო ვაპირებდი ეხლა დარეკოს რატო დამავიწყდა რა? მომისმინე. იქა განქორწინებაზე დაფიქრდი. მე განქორწინებაო რა. თითო რა შეენაღლება რატომაც არა. ვაიმე როგორ დამავიწყდა ხო ვაპირებდი დარეკვასა რა. გამარჯობა ზურა. არა დღეს რა დღეა გახსოვს საერთოდ? ეასნისავს ნაყინი გემრიელიოც არის. მამუკა ხო პატარტო შენ და ნაყინი მარტო. არა დავამთავრე უკვე. მადლობა შენ. არა ის საინტერესო სანახაობა კი იყო რა. უი კეთი რაც მეუბნებოდი ხო რაო? რას გეუბნებოდი და ვიღაც მეზობლების გამო სალომე როგორ დაგავიწყდა? რატო გავახსენე ეხლა რა მინდოდა რა? და ნულაპარაკობ ეგრე თითქოს არაფერი არ ხდება ოჯახი ინგრევა ხო ხედავ არა? ხო ზურა მართალი ამათ უფრო ჭირდები აბა საკუთარი ოჯახი დაგენგრა უკვე. სხვაგან უიჭღობოთ არ შეიძლება? რაღაცას უსმენ ხო? არა თქვენ სულ განჯუჯდით რა წავედი მე. რა დაგემართ უიცადე ცოტა ხანი მოიცადე კეთი. იცოდე ჩემ ქმარმა არაფერი არ უნდა გაიგოს. გაიგონე რა თქვა. გაიგონე გაგიჟდები რა გაგიჟდები. უხშენი ისეთი ნაყინი არის რა. მამუ. ვაიმე რა ვქნა ვაიმე ხა რამე ისეთი უნდა მოიფიქრო რომ ამან მაიკოს თავი დაანებოს რა. ეხლა ეს რამე ისეთი უნდა იყოს რა თქმა უნდა სიმართლე არა. და ეს რამე ისეთი უნდა იყოს რომ იქნება შეეზიზღოს საერთოდ. ვაიმე მაგრამ ამას რაც გინდა უთხრა ყველაფერი მოეწონება რა ვერ გავიგე რატომ გადამეკიდა ეს ბიჭი. ოგიო ხო მაგარი იქნება. რა იქნება მაგარი? რა იქნება გიო მაგარი და წარმოიდგინე მე და მაიკო წვი. წარმოიდგინე ჩვენ 4-ვე რა ბედნიერები ვიქნებით ერთად ა? მოიცა მე არ მომწონს ეს ამბავი იმიტომ რომ მაიკო არ მომწონს. აი რა დიდო რა. მე ვიცი რომ შენ ჩემთვის უკეთესი გოგო გინდა მაგრამ მე ეს მომწონს და რა ვქნა? მოკლედ მაგაზე არ ნერვიულო რა. მოიცადე კაცო რა. რა დრო შენი ოჯახია? შენ ოჯახს ვერ შეინახავ ძმაო. ვა. რატო ვერ შევინახო? ვერ გავიგე, რატო ფიქრობ ეგრე დიდო? მე ძმაო ჩიტის რძეს არ მოვაკლებ მაიკოს. ბიჭო, ხელფასი შენ არა გაქვს, ნორმალური და სამსახური. ჩიტის რძე არა ის კიდე. არა, შენ ვერ გამიგე დიდო. უბრალოდ ჩიტის რძის დიდი პარტია დამრჩა ჩაუბარებელი და ჩიტის რძეს არ მოვაკლებ თქო რა. მისმინე. შენ მაიკოს უთხარი რომ მოგწონს თუ გიყვარს თუ ვერ გავიგე საერთოდ რა შვები. არა, დიდო ჯერ არ მეთქვია. იცი რატო? სიყვარულსა მალვა უნდა ვითაც ცხენს ანაყარავსა. აუ გიჟდები რა, გიჟდები შოთა გენია რა. მართალი შოთა გენია, სიყვარულსა მალვა უნდაო და არ უთხრა არასდროს. ვა. გიო რაღაცა არ გაგეხარდა ეს ამბავი და რატო ვერ ხვდები რა? კიდევ კარგი რომ ვერ ხვდები. მაცა, დიდო რას უწუნებ ვერ გავიგე. კარგი ტანი აქვს. ლამაზი თვალები. კერდი აქვს. ბიჭო, ეხა შენ ნუ მასწავლი, ეხა რა როგორი აქვს რა. მომისმინე შენ საერთოდ ნორმალურად ილაპარაკე რა, ოჯახში ვარ, ეგეთ რაღაცებს ნულაპარაკო. მე ეს გოგო არ მომწონს თქო, თქვი და მორჩა. იმიტომ რომ არ მომწონს რომ რობერტის მოწონს. უი, ხო, რობერტის მოწონს, მაიკო. რატომაც არა, ძალიან კარგი გოგოა, შენიერი გოგოა. მოკლედ მე ორი მიზეზი მაქვს, რატომაც არ უნდა მოიყვანო ეს გოგო შენ ცოლად. იმიტომ რომ რობერტის მოწონს და მე ორი მიზეზი მაქვს. აუ რა რობერტი გიო, კარგი რა. წარმოიდგინე ახლა რა მაგარი წვილი იქნებიან და რა მაგარი იქნება. თორნიკე მე საერთოდ ჩვენს მეზობლად გადმოვა საცხოვრებლად. ხო? ეხა უკვე სამი მიზეზი მაქვს.
ხდება ხეთი? ჰა? ქეთი. რა? ვაიმე რა ხდება თქვი? რა? კიბეზე ისეთი გამბავი გავიგე არ დაიჯერე. რა? და ქვედა მეზობელი გოგო თავის ქმარს ღალატობს ქმრის ძმასთან. არა. ვაიმე. გამო, ისეთი რამე გავიგე რომ რო გითხრა გაგიჟდები. რა? ქვედა მეზობელი ქმარს ღალატობს ქმრის ძმასთან. არა. რა? აუ სალომეა რა აიღე. მამუკა სალომე რეკავს და აიღე. კეთი სალომე რეკავს და სხვაგან მოხდი გენაცვალე და მეორე ჯერ არ გადმორეკავ. გაიგე? რა წარმოვიდგინე, ესე იგი, ქალი ღალატობს ქმარს, ანუ ცოლი ღალატობს ქმარს, თავის მაზლთან, ну ესე იგი, ქმრის ძმასთან, წარმოვიდგინე რა. აბა, წარმოვიდგინე რა. არ წარმოვიდგინე. არა. ქეთი, აი ხო ვამბობდი რომ ჩვენზე ბევრად უარესი ოჯახებიც არსებობს მეთქი. მეც მიხარია რომ ვიღაცები ჩვენზე ცუდათაც არის. თქვენ ფენებას უსვენო თუ იმასაც. გავგიჟდები რა. თუმადამაც უნდა რომ ქრისტეს ეღალატა რა ქმრის ძმას მიახტა რა. აბა. ვინმე თუმადამაც ძმასთან უნდა ეღალატა, ვინმე სხვის ძმასთან ეღალატა, კაცო, ან რა ვიცი, ზურას ძმასთან ეღალატა, ან 1000 ძმა არსებობს. რა ქმრის ძმას მიახტა, კაცო. ზერაგაცია. გვეტყვი თუ? აბერე გაზომრავს რაღაც სიტუაციასთან დაკავშირებით ერთი ხორობა მომივიდა თავში და ვიცინე ჩემთვის თუ რა. გითხარი რა. თუ მაინც შენ მოგაგონდა არ მოყვე ჯობია. მაინც ტყუილა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და რა მნიშვნელობა? ხო, კარგი, გითხარი. აი ხლა რა, ეს ჩვენი მეზობელი გოგო, ეს ქვედა მეზობელი რა. ხო. ეხლა აი ვერ გავიგე ეხლა ცოლია თუ თხილის გული. ანუ ორი ზმა რო იყოს თქო რა, ეხლა ცოლია თუ თხილის გული თქო რა. ანუ მაგაზე გამეც. ამბობი არ გაგვეცინება. რა მითხარიო და. არ წახვიდე. ზუიადი რომ მოვა ერთად დავხვდეთ და გაიგონე რის თქმას აპირებს? არა, გაიგონე რისი თქმა უნდა და გაიგონე. თქვა აუკვე რის თქმასაც აპირებ და სანამ შენ კიოდი. რა მაგარია. ქალების შესახებ. ვინ იცის? გუსტავო. აგვიხსნით რა ხდება? მე მოგიგე? ქალბატონი საკრძალდება. მაბადია გუსტავო. კარგი წავაგე. ეგავაგებ. ჩვენი მამის შვილი. კარგი რა. რამდენ ქალს შეუძლია იგივე ამ. ვა, რუბერტ, მოდი. რა მოხდა გიო? რატო დამიბარე? გიორგი ყველაფერზე რობერტის თხოს დახმარებას. ფულის დაბრუნება უნდა რობერტი, ვინმეს მოტყუება უნდა რობერტი. აი ახლაც იმიტომ დაიბარა, რომ თორნიკეს და მაიკოს ამბავში დახმარებას ხოვოს. მოკლედ რობერტი და ბიძინა მაგარ შარში არიან. მე და რაზე ლაპარაკობენ? მე მგონი შენზე თოკო. აუ ხო. უეჭველი გიო ჩემზე ეუბნება ძმასავით მიყვარსო. თორნიკე რა ხანდახან მგონია რომ დებილი ხარ რა. რა მაგარია? მეც? რა შენს გონია რომ დებილი ხარ? არა, ხანდახან მეც მგონია რომ დებილი ხარ. ო, მე მგონა მარტო მე ვიყავი. მოკლედ, რობერტ. ბიჭო, ამ თორნიკეს მოეწონა ეს ჩემი მეზობელი რო მაიკო რა. ხო და ეხლა შენ წარმოიდგინე ამათ რო ერთმანეთი შეუყვარდეთ. მე თორნიკეს სახლიდან ვეღარ მოვიცილებ. და მაგათ სიყვარული თუ საერთოდ ცოლქმრობაში გადაიზარდა და შედგა. ო, ხდები რა მოხდება ეხლა თორნიკი მაიკოსთან გადმოვა საცხოვრებლად და რა გამოვა რომ მე თორნიკეს ოჯახთან ერთად უნდა ვიცხოვრო? ბიჭო, შენ რა მინდა იცი გითხრა? გთხოვო რა. შენ შეგიძლია რომ თორნიკეს მიხვიდე და უთხრა რომ მაიკო ვითომ შენ მოგწონს და შენ თავი დაანებე თქო რა. ანუ თორნიკეს უთხრა მომწონ ხარ თქო? თორნიკეს უთხრა რომ მაიკო მე მომწონს თქო და შენ თავი დაანებე თქო რა. არა,
კი გავიგე, მაგრამ უბრალოდ მე შემიძლია თორნიკესაც უთხრა მომწონს. შენ გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ბიჭო, მე რაც გთხოვე, ამ ეტაპზე მარტო ეგ გამიკეთე, კარგი? შენ როგორც იცი ისე, აბა მიდი. თორნიკე ზამიან. მეც ერთი აქეთ რაღაცა სათქმელი მაქვს შენთან და თოკო ხო გახსოვს თვალებში არ უყურო. ძმის გულო. გიორგი მელაპარაკა წეღან და მითხრა თორნიკეს მაია მოწონსოდა. არ მესიამონა მამბა. თან ახლა ნათესავი რაპონჩი მოგწონს სამი? რა ნათესავი? მოიცა რანაირი ნათესავია? რანაირი და ჩემი მომავალი მეუღლეა. რა ხდება რობერტ? რა ხდება ჩემო დაია და მე მომწონს მაია და აუცილებლად სულაც უნდა მოვიყვანო. აუცილებლად ვითომ რატო დაწინდულები ხართ რობერტ? დაწინდულები რა შუაში ადამიანი ამბობს რომ მიყვარსო და რა გჭირს თამუნა? ხო მე მაგოგოს გარეშე სუნთქვა არ შემიძლია. აბა ეხლა როგორ სუნთქავ? ეხლა როგორ და შემოსვლამდე ვნახე და ღრმად ჩავისუნთქე და მყოლის. მომწონს რა მაია, მე მომწონს. მოიცა ეგრე მეც მომწონს ზო. ხო, მაგრამ მე უფრო დიდი ხანია რაც მომწონს. მოიცა, ეხლა უფრო დიდი ხანი რანაირად არის? ერთდროულად გაიცანით თქვენ მაიკო. რანაირად და მე წინა ცხოვრებაშიც მომწონდა. შენ მიყვარ ხარ და იმისთვის რომ შენთან ერთად ვიყო, ყველაფერს გავაკეთებ. მეც ეყვალ. ხო შეიძლება რომ მართლა უყვართ ერთმანეთი. და ყველაფერი ქმრის ბრალია ესე რომ დამთავრდა. არა, ხო, არა. იმიტომ რომ ესე ზედა სართულიდან ახლა ცოტა სხვანაირად შეცეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება მართლა ქმრის ბრალია ეს ყველაფერი. ის არა, მშობლების კიდე. ხო რა, არ შეიძლება. შემიძლია მშობლები არაფერ შუაში არ არიან? მშობლებს რო წესიერი შვილი გაეზარდათ, ეს არ მოხდებოდა. მოიცა კეთი ხუმრობ შენ ახლა, ხო? მშობლების არა, მთავრობის ბრალია კიდე. რა, მთავრობის ბრალიც არის ამაში. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა რომ წარმოგიდგენე, ქალს უნდა რომ ქმარს უყოლათო და ვესად ვერ წასულხარ რომ წესერი ადამიანი გაიცნო და ისე იძულებული ხარ რომ საკუთარ ახლობელთან გააკეთო. აჰა. ესე იგი ყველას ბრალია გარდა ამ ქალბატონისა რა? და ზვიადის გრძნობებზე არავინ ფიქრობს. გაშიკვენაგლება ბატონო ზვიადის გრძნობები. ის ხომ ერთი გულქვა დერმატოლოგია. თან სოლი გალატობს საკუთარ სახლში. თან საკუთარ ძმასთან. ყველაფერი მისი ბრალია, რა თქმა უნდა. მისი თუ არა მშობლების ან საერთოდ მთავრობის. გამოვიდე? ხო, რა თქმა უნდა, დავწყნარდე, უნდა დავწყნარდე. რაიონი სათქმელია დაწყნარდი. თითქოს არაფერი ისეთი არ ხდებოდეს. რა გემართებათ, ხალხო? რა გემართებათ? კარგი ზურა. კარგი ზურა არ უნდა მაგას, ხალხო. გამოფხიზდით, სათამდე შეიძლება ვიყოთ ესეთი ინდიფერენტულები სხვისით კივილის მიმართ. ეხლა შენ ვილაპარაკე რაღაცნაირად. მე გაგიჟდი ახლა. მე გავგიჟდი, ხო? ესე იგი მე გავგიჟდი. კარგი ზურა, ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არის. ნორმალურად ლაპარაკი აღარ შემიძლია, ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. მე გავა. მეგონის გოგო. ქვედა გოგო? ზუსტად ვერ გეტყვით ახლა, ნუ არ ვიცი სახეზე კარგად, მაგრამ მე მგონისა. ოიმე. მოდი ვკითხოთ. რა უნდა გითხოთ? ვკითხოთ, ვინ არის თქო და ხმაზე ვიცნობ. ვაიმე, მაგის ხმას მილიონში ვიცნობ. რა უნდა ვკითხო? გაგიჟდი თქვენ? ვკითხოთ. რა ვკითხო? როგორ ვკითხო? რომელი ხართ ხო? ხო. ხო, რომელი ხართ? რომელი ხარ? თქვენი ქვედამეზობელი ვარ. კარი გარდა. მაგრამ აქ რასაკეთებს? არ ვიცი რასაკეთებს. რასაკეთებს? რა უნდა აქ, ჰა? მოდი გავუღოთ და ვკითხოთ. რა გავუღოთ? ვაიმე. რას დაპარ? ხო, გავუღოთ. რანაირად გავუღოთ გასუში? გავუღოთ. გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი, თქვენ ბრძანდებით ჩვენი მეზობელი გოგო. ქვედა მეზობელი. დიახ. იცით, ცოტა სხვანაირი წარმომიდგენთ. მეც. როგორც მახსოვს ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. ხო, არ ვიცნობთ, არა, პირადად არ ვიცნობთ, დიახ. ხო, მაგრამ ჩვენ იმაზე კარგად გიცნობთ, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. იცით რა, თქვენი აურა უკვე იმდენს მეუბნება თქვენზე, რომ ჩათვალეთ, რომ უკვე გიცნობთ. დიახ. თქვენი აურა.
და ჩვენი სახაერები. რაზე გაწუხებთ იცით? ხერხი მჭირდება ძალიან და ვერ მათხოვებთ. თუ ხერხი არ გაქვთ, ეგებ ნაჯახი მათხოვოთ. ან ხორცი საჭრელი დანა მაინც. ერთი წუთით ნუ დიდი ხანია მიყვარს მაია მე. სამაგიეროდ თორნიკეს დიდი ხანია უნდა ცოლის მოყვანა რა. რობერტის ცოტა ხანია რაც უნდა რომ ცოლად მოიყვანოს და ნუ ვალოდინებ ცოდო ახალგაზრდა ბიჭი არ ჭირს. მაინც ვერ გავიგრებს ლაპარაკობთ ეხა თქვენ. მე ჩემი მომავალი გეგმები დასახული მაქვს ძმაო უკვე. მე მომწონს ეს გოგო და მე უნდა მოვიყვანო ცოლად. წარმოიდგინე ცოლად მოვიყვან, ბავშვები გაგვიჩნდება. წარმოიდგინე პატარა თურნიკები რო ირბენენ რა. პაპა წვრილი ხმით. აუ რა მაგარი იქნება. აბა რა იო ხო მაგარი იქნება. სხვათა შორის მაიკო რობერტიზა დიდია ასაკით რა. შენც ჩემზე დიდი ხარ და რა მოხდა მე რა? ეს ახლა არ მეტყობა სხვაობა გიო თორე. ასაკში რო შევალდა რო ჩამოვიღვენთები ხა მე რობერტიზებს ზრუნავ თორე მე რა. ისე მართალია ხო იცი რომ მართალია თამუნა ჯერ პატარა ხარ ცოტა დაიცადე გაიზრდები ვინმე უკეთეს გოგოს გაიცნობ ის შეგიყვარდება და ცოლად მოიყვან მე შემდეგ უკეთესი თუ იქნება შენ რატო არ ელოდები მე გითხარი უკვე რომ მაიკო მომწონს მე ყველაფერს გავაკეთებ თქო რომ ანალოგიური გზნობა გაუჩნდეს ჩემს მიმართაც მე მაიკოსთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა მაოცებ თორნიკე მე თუ ყველაფერი კარგი და საუკეთესო გინდა აგერ არა ვარ მე განები თავი მე მომწონს მაია და ნამდვილად კარგი და საუკეთესო ვიქნები მისთვის თან ახლა შეხეთულებითაც ჯობი ვარ მე ნუ ახლა ქერა რო გოგო რო იყო მაშინ ქერადაც ის ფერთვალება მაჯობებდი მაგრამ ბიჭს მუქი უხდება უკვე ანუ მაიას მოწონს ჩემნაირი ბიჭები ხო აი გიჟდება ბიჭი რო ფეხზე იხდის გიორგი ახლა იცოდე მაიკო ან თორნიკესთან იქნება ან არ ვიცი რას ვიზამ რა მე რა შუაში ან არაფერს არ ვიზამ ძალიან დავიღალე დღეს არ ვიცი ახლა მე ეგრე ვერ გადავწყვიტავთ ახლა მეც მომწონს შენც მოგწონს და რა ვქრათ მოდი თუ გინდა მონეტა ვაგდოთ და იმით გადავწყვიტოთ მოდი არიული თუ რეშკა არიული აჰა წააგე რანერა წავადი არიულია ხო მაგრამ ეს ზემოდან ქვემოდან რეშკა რახან შენ უფრო დიდი ხანია მოგწონს და თან რეშკაა კარგი დაგითხრა ეხოთონა შენ კაი ბიჭი ასეთი შანსი მეორედ აღარ მოგეცემათ, ამიტომ მოასარი და ნახეთ როგორია მოწყენილი თორნიკე. ბევრი დრო არ გაქვთ. რა მაგარია? ორ თეთრიანი ნახე. ოჩარ თორნიკე, ოჩარ თორნიკე. არა, მე მომეწონა შენი გადაწყვეტილება. ბუთ, აბა მე რა ვქნა ახლა? შენ რა ძაღლს გიყიდი? რა მაგარია? შავი ძაღლი მინდა. კარგი, ხო, თეთრს გიყიდი. ო, თეთრი ძაღლი დიდო ძმა ხარ, რა მაგარია? ხათოკო. რა ვქენე და რობერტს დაუთმე მაიკო. და რა გიხარია მერე? რა მიხარია და გიოს ნათესავი ცოლად მაიკოს თუ მოიყვანს გიოს ხო გაეხარდება? შესაბამისად მეც გამიხარდება. შეიძლება სჭირდებოდეს ხერხი, ნაჯახი და ხორცის საჭრელი დანა. ხორცის საჭრელი დანა სჭირდება ხორცის საჭრელად. აბა სხვა რაში უნდა გამოიყენოს? თან თვითონ სახელიც გეუბნება ხორცის საჭრელი. ისმენი და ამბობდნენ ქმარი როგორმე თავიდან უნდა მოვიშოროთ. ერთი წუთით. უკაცრავად, მაგრამ ხერხს ვერ გათხოვებთ. იმიტომ რომ გჭირდება. უბრალოდ არ გვაქვს ვერ უთხრა ხო? რაში გჭირდებათ ხერხი? რაში გჭირდება? ისე კარგი შეკითხვაა სხვათა შორის და თქვენ რაში გჭირდებათ? რაღაც მინდა გავხერხო. მართლა რა უცნაურია. მე კიდე მეგონა რომ არაფრის გასახერხად უნდა წაგეღოთ. კარგი, თუ ხერხი გჭირდებათ, მაშინ ნაჯახი მათხოვეთ. ერთი წუთით? შეიძლება? ეხლა რა ვქნათ?
ნახე როგორ შიდათ ლაპარაკობს ხერხზე და ნაჯახზე თითქოს თავისი ქმრის გასაპობად არ უნდოდეს ის. არა ყველაფერთან ერთად მანიაკიც ყოფილა. ხო, მაგრამ კარგი ხელი აქვს. როგორი გემრიელება კოჭხისუნია მოდიოდა იქიდან. კი. რა დროს ეგარი? ხო, მართალია. მოკლედ ახლა ვრეკავ პოლიციაში და სანამ პოლიცია მოვა ამ ქალს აქედან არ უშვებ. და ქვევიდან კაცების ხმა გავიგონე, მგონი მაგის ქმარი სახში მოვიდა. აი მე ესე იგი სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მიდი დარეკე, შენ დარეკე. ჩვენ მამდე დრო გავწელოთ. გავწელოთ. აი ხა ჩვენ ფიქრობთ, მე და ჩემი ძმა ფიქრობთ, სად შეიძლება იყოს თქვენი ნაჯახი? ჩვენი ნაჯახი ამას უნდა გათხოვოთ. მანამდე დავგზავნით, თხოვთ. იყოს მეჩქარება. დავგზავნეთ, სანამ ვიპოვეთ ხომ. ხო, აი დავგზავნით, დავგზავნით. ნუ რა ჩვენ ნაჯახი უნდა დავგზავნეთ, არა მოვგზავნით. აი საბოტი ვაგული ჩვენ ნაჯახი ძალიან თხოვთ. დავგზავნით. აქ და არ მოიწყენოთ ძალიან თხოვთ. ჩვენ კიდე მანამდე მე აი ზურა მე გავავიგე შეიძლება აი ესეთი უცნაური ტრადიცია გვაქვს მე და ჩემს ძმას აი ეს რომ აივანზე გადის მე აქეთ ურჩები და აქეთ იქიდან აი ბა რა მიპოვე დერიპო აი ოზერ არის არა საზახოთ ეხლა მოიფიქრე სად შეიძლება იყოს ნაჯახი სად შეიძლება იყოს ნაჯახი სად დავზანდით ხოთ აი ხანა თქვენ თვალწინ შევავწებ გერა ხავ ნახავ ნამდვილად აქ იქნება საწოლეს თქვენ გასაგვირებელი მამუკა სად უნდა იყოს ნაჯახი მამუკა მართლა საწოლის ქვეშ ნაჯახი რატომ გდია? იმიტომ რომ ყოველდღე ხომ მაგვიწებ მაგმოჩი შევაგდე. დებილი ხარ. რა კითხვებს მის? რა კითხვა დაგისვი? დარეკე პოლიციაში. დამავიწყე. საბაზაროში მომძებნიო და შენს გავუშვით რომ დაგვდათ. თუ მაინც და მაინც ვათხოვებთ ნაჯახს ხო? თითის ანაბეჭდები უნდა წავშალოთ. ნუ ბოდავ რაღაცას. ხო, მაშინ ის ხერხი მივცეთ, სუდად რომ წვის. რატომ რომ გაწვალდეს ადამიანი უფრო? მოდი შენი იარაღი მიეცი პირდაპირ და ეგ არის. არა, როგორ მე უნდა ვანიშნო თემის ქმარს, რომ სახინე გაიქცეს. მართალია, ერთი იდეა მაქვს. აი აქ იქნება, აქ დავძებნო, აქ დავძებნო. შეიძლება აქ იყოს. იდეა მაქვს, მაგრამ არ ვარ გა. რა, რატო? თვითონ ამას რომ დავაბაროთ, რომ ქმარს უთხრას გაიქეციო. აქ არ არის. არ არის. ეგარი არ ვარგა, ხო? ეგარი მგონი არ ვარგა, ხო? ქნახ მამაღლა ვიფიქრე. სადაცაა პოლიციაც მოვა. რაკი? ტელეფონი დავიჩარჩა. არ გაქვთ მე სხვა მეზობელთან შევალ ახლა შეგაჭირა. არა. ძალიან დავძანდეთ. ესა თქვენი სახელი გაცოთ? სოფო. ძალიან მამუკა. დიახ, ვისაუბრეთ ერთმანეთს. ეს ჩემი ძმა არის ზურა. დიახ. აი, თქვენ აი ჩვენი ალბომი. ჩვენი ფოტო ალბომი დაათვალიერეთ. დაათვალიერეთ მანამდე. ჩვენ მანამდე. არ მოიწყენოთ? უნდა ჩავძახოთ იმ კაცავე, რომ წავიდეთ სახლიდან. როგორ? მე ვიცი. წყალი ხომ არ ჩაუშვა და ფუცელიც გავაყოლოთ, ზედ წარწერით გაიქეცი. ისე ჩაუშვა წყალი, რომ იმათ ჭერზე გამოისახოს წარწერას ვიად გაიქეცი შენი ცოლი და ძმა მოკლას გიპირებენ. პატიმდია, მაგრამ როგორ ვიზავთ? ეგ არის. რობერტ, ძალიან მაგარი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. მაგარი საქმე გამიკეთე ძმაო. აი ეს გავმართი ახლა შენ ჩემგან საჩუქრად. რა? ოიცა. რა იყო ბიჭო? კაი, აბა რამდენი გინდა ვერ გავიგე. ასამბო, გიო ძამია, მე ეს ყველაფერი ფულის გულისთვის კი არ გამიგეთები. მართლა მომწონს მაია და მაგითო გავაკეთე. რა თქვი ბიჭო? ხო, მომწონს მაია და არ დაუშვებდი, ახლა ვიღაცა თორნიკა ჩამდგარი იყო ჩვენ შორის. ფული რა შუაშია. ვაიმე. ისე საჩუქარი კი მინდოდა რომ ეყიდა მაიასთვის, მაგრამ მე ახლა სტუდენტი კაცი ვარ, სადამ აქვს მაგის საშუალება. ხო, რავი, არ ვიცი, თუ არ ვიცი, აიღე ბიჭო. რა კენი? პოლიცია რა ნომერი? 112. უნიტაზის ქვეშ ნახე, უნიტაზის ქვეშ. შევადება ხოლმე. და დახედა ხო არ ჩადეს იქ ქვემოთ. ქვემოდან ზემოთ რომ ამოდის, ეგ ზუსტად ვიცი და ხომარჯობია ამის ქვემოთ ჩავიდეთ და იქიდან ამოვწახოთ. არ უნდა გვაავჯერეკეთი. აი ეგ სურათი, აი ნახე, აი შეხედეთ. აი ეს მე რო ისოდეთ რა. ხო, აი ეს მე ვარ, აი ეს პატარა, ხო, პატარა ვაში. ეს კიდე ზურა ჩემი ძმა ეს. მე. უკან არის
სვეტიცხოველია, დიახ, სვეტიცხოველი. თქვენც ალბათ უკვე ესე ჩვენ ვართ სვეტიცხოველთან. ხო, ეს ვართ. ესე ჩვენ ვართ. ესე ჩვენ ვართ, ხო, დაათვალე თქვენ. თქვენი ტიტული სურათი ალბომში, რატომ გავგავაგები? მე წავა. აი, თითქმის უკვე ნაპოვნი გვაქვს. სულ ცოტაც. და ყველაფერი დამთავრდება, აი ნახავთ. სიტყვაზე მენდეთ. რა ქედი? დაკიდი. წინ 32 უნდა. რა, 32 პირდაპირ 112. ვერ მოვდოს. ვერ. თუ არ გაქვთ მე წავალ. სხვა მეზობელთან შევალ ახლა. როგორ გეკადრება? აი თან შემთხვევაში დამზადით ხო? დამზადით და რომ ჩავძახოთ? რა, მე. და ჩავძახოთ და ეს ვერ გაიგონებს? და ისე უნდა ჩავძახოთ რომ ამან ვერ გაიგოს და იმან გაიგოს. ეგ როგორ არის? მორზე სამბარი ხო იცი? კი. ხო და ამას არ ეცოდინება, ის კაცია და ეცოდინება, გაიგებს. ხო და თუ გე მორზე სამბარი თუ უნდა ჩავძახო. როგორ და ესე ტუ 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 ტუ. ესე დებილა, ნუ ბოთა რაღაცა. მაშინ ვიფიქრე იატაკის ქვეშ ხომ შევიდა კეთო მეთოდია ეს ძელი. სანამ რაჭას ჩაიტანენ, ჭერი არ დაიხოს იმ კაცს თავზე. აბა რა. უიმე როგორი ლამაზი და საყვარელი ხოჭა ეგ ზაჰაეროსთან. ზურა არ მოკლა რა, ძალიან გთხოვ რა. უიმე, გაიქეცი, მოკლას გიგერალარ. ეხლა ნამდვილად უნდა წავიდე, ძალიან მეჩქარება. და სურათების თვალიერებასაც მოვჭი. არა, მეორეჯერ გადაავლეთ თვალი გეხვეწებით. აქ იმდენი უნიშნელო დეტალია რომ ერთი დათვალიერებით ადამიანი ვერ ამჩნევს, ხო? იცით მე პირველივე დათვალიერებაზე ყველა დეტალს ძალიან კარგად ვამჩნევ. ბიჭი მაქვს ასეთი, დიახ, ყველა იმას მეუბნება რა კარგად იცით სურათების თვალიერება. ეხლა კი ნამდვილად უნდა წავიდე, ძალიან მეჩქარება, დიდი მადლობა. გადამაბიჭეთ, სოფო. ესე. არეკა და წესით უკვე მალე მოვლენ. აჰა, გაიგონე, დარეკა და წესით უკვე მალე მოვლენ. ეს დაელოდეთ. ხერხი და ნაჯახი? რა კაი იუმორის გრძნობა გაქვთ. იცი რა, მე თქვენთვის აი შემიძლია რაჭული ანეკდოტების კრებული გათხოვოთ. არა, იყოს მაგისთვის სხვა დროს ამოვალ, ეხლა ძალიან მეჩქარება. თუგნებოთ და შეგაწუხებთ. არა. აქვე გადაიკითხეთ, თუგნებოთ, აქვე წაიკითხეთ რა. აქ მოგეწევთ საკითხო, ვერ წახვალ. აი, ჯო, რაში კუნა შედის? მოგზადეთ, ხო, მოგზადეთ. ამბინიდან გამოგიძახ. დიახ, მოგზადეთ, ხო. მოგზადით. აბა რა ხდება? მოგზადით. აი, ეს ბატონო ოფიცერო. აი ეს ქალბატონი და თავისი საყვარელი. ანუ ქმრის ძმა, წარმოგიდგენიათ ქმრის ძმასთან ხალხობს. თვითონ ქმარი საავადმყოფოში მუშაობს, მთელი დღე გასულია რომ ამ ქალბატონს არაფერი მოაკლდეს და ეს ეს ქალბატონი თავისი ქმრის გახერხვას აპირებს. აბა გახერხვას. რა და ეს არ არის თავის მოგადონება საჭირო, ჩემ ყველაფერი გავიგონეთ. აბა რა? რა გაიგონეთ? რა და ყველაფერი გავიგონეთ. ყველაფერი გაიგონეთ? საერთოდ ყველაფერი. დიახ, საერთოდ ყველაფერი გავიგონეთ. არა, ნუ მე საერთოდ ყველაფერი არ გამიგონია, საერთოდ ყველაფერი ზურამ გაიგონა. მე სამწუხაროდ გასული ვიყავი მაგ დროს, საერთოდ ყველაფერის დროს. დააკავე. მეც რო გამოძახებისთვის ჯარიმას არ დაგიწევ. მაგრამ გადამღები ჯგუფი გიჩივით, გადაღების ჩაშლის. ზაგებია. სხვათა შორის ძალიან გაგიმართლათ რომ გადაღება იყო. თორემ მთელი დღე სხვისი პირადი ცხოვრებისთვის ჩუმად რომ გესმინათ. ჩივილი და სკანდალი მერე გენახა. რაჭული ანეკდოტების კრებული ხარ გნებავთ, მაგრამ აი შემიძლია გაჩქ. დიდი მადლობა. გეჩქარება ჩვენ. მადლობა თქვენ. მადლობა. რაჭან დაბათკინა ეს რაჭული. ჩემი და ჩუქა. მე ვერ მითხარ, ხიო ეხლა. ბრავო. ჯარიმას არ გამოგიწერთო პოლიციამ. მართლა?